ღვერკისა და ხემაღალის სოფლებში მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა. მათი განცხადებით, ეკომიგრანტების სტატუსი, რომელშიც ისინი მოიაზრებიან, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ადგილობრივები სვამენ მთავარ კითხვას, არიან ისინი ბუნების დაუძლეველი ძალისმსხვერპლი თუ მათი წლობით ნაშენები სახლები და მიწები მეწყერს ადამიანის ბუნებაში უხეშად ჩარევამ შეიწირა. მათი თქმით, მეწყერის შესაძლოა რკინიგზის მშენებლობას უკავშირდებოდეს, რის გამოც ისინი რკინიგზის სააგენტოსგან შესაბამისი დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვენ. საკითხები წამოვჭერით მინისტრისთვის შეიძლება ცნობილი არ ყოფილიყო და გვინდოდა რომ ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა ის დოკუმენტი და დასკვნა რომელზეც დაყრდნობით ეს გადაწყვეტილება მიიღეს რომ ჩვენ ეკომიგრანტებად გვცნეს აქ იყო ორაზროვნად ჩაწერილი როგორც შეიძლება ყოფილიყო ბუნებრივი მოვლენა ასევე შეიძლება ყოფილიყო რკინიგზის ბრალეულობა. სანამ რკინიგზის ბრალეულობა არ გამოირიცხება, მოსახლეობა არ თვლით, რომ ჩვენ ვართ ეკომიგრანტები. არ ვიცი, ჩვენ დახმარებაზე არ არის, სიმართლის დადგენაზეა აქ. დახმარებაზე არ არის მხოლოდ რა, აქ არის სიმართლის დადგენაზე. ყველამ ვიცით, რა ხდებოდა, არის დოკუმენტები, რომლებიც უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი და რომელ დოკუმენტებსაც ჩვენ არ გვაძლევენ. რა თქმა უნდა, ბატონი მინისტრი ვერ დაგვეხმარებოდა ამ დოკუმენტების მიღებაში, ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, აქ რომ მივდიოდით, უბრალოდ მოვედით აქ იმისთვის, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რომ ის ბრძანება, რომელიც საბოლოოდ გამოიქცა და ეს ბრძანება იყო იმ კვლევაზე დაფუძნებული, იმ კვლევაშიც სწორად არ არის გაწერილი, მიზეზი არ არის დადგენილი, ზუსტად არ არის გაწერილი, ორაზროვნად წერია და პლუს ამას ნახეთ როგორი სიტუაცია, ჩამკეტები არსებობს. ახალ ბრძანებაში წერია ესეთი რამ, რომ თუ ამ თანხას აიღებს მოსახლე მეტი ვერასოდეს ვეღარ გამოთქვას პრეტენზიას ვერც კერძო კომპანიასთან და ვერც სახელმწიფოსთან. ასევე არის მეორე ჩამკეტი, კვლევაში აკრძალული აქვს ამ ტერიტორიაზე გადაადგილება. ანუ აქ მარტო სახლზე და ეზოზე კი არ არის, არის ვენახებზე, ხეხილზე, გაშენებულ ბაღებზე და ნაკვეთებზე საუბარი, რომელიც მიწას მიაქვს. მოსახლემ უნდა დათმოს ყველაფერი ამ ერთი ხელმოწერით უნდა დათმოს მთელ სოფელში, რასაც ფლობს და უნდა დატოვოს ტერიტორია. გარემოზე ზემოქმედების შეფასება, გეზეში, რასაც ეძახიან, არ არსებობს. კვლევა თუ ეს ტერიტორია იყო მეწყრული და მეწყერსაშიში, კვლევა სანამ ამ თისფერს ჩამოჭრიდნენ, ფერდობს სანამ ჩამოჭრიდნენ, უნდა იყოს, არ არსებობს. არ არსებობს მონიტორინგი, არ არსებობს ზედამხედველობა. თუ დოკუმენტებს გამოგვიჩენენ, გვანახებენ და დავწმუნდებით ჩვენ იმაში, რომ რკინიგზას ბრალი არ მიუძღვის, რკინიგზას რა არის, რკინიგზის მაგისტრალის დროს წარმოებულ სამუშაოებებს და აფეთქებებს. თუ ბრალი არ მიუძღვის ამ ყველაფერზე, მერე შეიძლება ხო ვილაპარაკოთ ეკომიგრანტის თანხაზე ან რამეზე, მაგრამ თავს არ ვცნობთ ჩვენ ეკომიგრანტებად არ ვართ და ვიძახით, რომ სხვა რაღაცაშია სიმართლე და ამ სიმართლის დამტკიცების საშუალება რომ მოგვეცეს, მაგიტომ ვართ აქ შეკრებილი ამდენი ხალხი. მოსახლეობისთვის მიუღებელია ის საკომპენსაციო თანხა, რომელსაც სახელმწიფო ეკომიგრანტის სტატუსის ფარგლებში სთავაზობთ. გამოქვეყნებულ განკარგულებაში, რომლის ამონარიდიც დაზარალებულებს წარუდგინეს წერია. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა ოჯახზე განისაზღვროს. ა. 50,000 ლარის ოდენობით, თუ დაზარალებულ ოჯახს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ბ. 30,000 ლარის ოდენობით, თუ დაზარალებულ ოჯახს საკუთრებაში აქვს ან ჰქონდა რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 2025 წლის 1 ივნისის შემდგომ გაასხვისა. ასევე თუ 2025 წლის 1 ივნისის მდგომარეობით დაზიანებული სახლის მესაკუთრემ, რომელიც ამ თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი. მინისტრი გვიმტკიცებს, რომ 30,000 ლარად და 50,000 ლარად შეიძლება საცხოვრისის ყიდვა. ჩვენ პირველ რიგში არ ვთვლით თავს ეკომიგრანტებად. ჯერ ეგ დასადგენია, რომ ეკომიგრანტები ვართ. და მეორე რიგში თუ დადგინდება 30,000 ლარი, რა ლოგიკით გამოიყვანეს ციფრი, რომ რაიმეს ყიდვა შეიძლება, ბაზარზე მოიძიონ ინფორმაცია, რა შეიძლება რომ ვიყიდოთ. ჩვენ ვერ მოვძებნეთ ეგეთი ვერაფერი. ძალიან გვაინტერესებს თუ რამეა ხელმისაწვდომი 30,000 ლარში და პირველ რიგში ის არის გასარკვევი ვარ თუ არა ჩვენ ეკომიგრანტები. 2013 წელში
მოგვანიჭეს, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით. 2013 წელშია, როგორც ვიცი, თუ 12 წელში მიღებული ეგ გადაწყვეტილება, რომ 30000 ლარი უნდა იყოს ეკომიგრანტის აზღაურება. რა ვიცი, ახლა 2013 წლის შემდეგ თქვენ გამოთვალეთ, რამდენი წელი გავიდა, რამდენჯერ მოხდა გადაფასებები ქონებების, რამდენჯერ შეიცვალა საარსებო მინიმუმი და 1000 რამ. ჩვენზე მეტი კარგად იციან, მე მგონი, თვლა და რა ვიცი, ახლა მე მგონი არარეალურია. ჩვენ იქ მარტო სახლები არ ქონდა, რა ვიცი, ეზოები, სახლები ისე მოპირკეთებული, ისე მოწყობილი, რომ მართლა 60-ს გავდა და ეხა ყველაფერი მიწაში ჩადის და შორიდან ცოტა იოლია და ადგილზე თუ ვინმე მივადა ნახავს დაწმუნდება მთელი 3 და 4 თაობის ნაშრომი მიწაში რო ჩადის რამდენად რთულია. ძირითადი მოთხოვნა იყო ანუ კომპენსაციის თანხაზე. ჩვენ ვეუბნებით რომ ეს თანხა არ არის საკმარისი, ვეუბნებიან რომ ეს თანხა არის საკმარისი და ამ თანხაში შეიძლება სახლი იყიდო თავის მიწიანა, რაც იქ ჩარჩა, ის სახნავ-სათეს სავარგულები, რაც იქ ჩარჩა, ანუ შეიძლება სახლის ყიდვა იმ ტერიტორიაზე, ანუ რაც იყო ის კვადრატულობაში, როგორც იყო იმ ზონის სახნავ-სათეს. სინამდვილეში არ შეიძლება ამ თანხაში მაგის ყიდვა. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდებარე და მსგავს ტერიტორიაზე თუ სადმე დავაპირებთ, მაგ ფასში არ არის. სადმე არის ფასში ახლა მიწა სახლი? ამბობენ რომ არისო და მე არ ვიცი. შეიძლება სადღაც იყოს ისეთ ადგილას, რომელშიც ანუ უარეს მდგომარეობაში ცდრაშია საქმე. საკითხს ვაყენებთ ეს. და ზოგადად ლოგიკურად ესე არის რა. რო ვარ რაღაც მდგომარეობაში, უარეში კი არ უნდა წამიყვანო, უნდა ეცადო ის რომ გამიუმჯობესო. აი ამაშია საქმე. ახლა უარეში თუ წავალ სადღაც შეიძლება მართლა კი ნახოს 1-2 სახლი ყოფნის 112 ჯავს არ ყოფნა. აი ეგ იყო სახლი, აი ვაფშე კრიშიან ყველაფერთან დაფრულია. ეს კრიშას სხვა რაღაცის არის ვაფშე სავარაუდოდ. ვაფშე ერთი სახლი არის დამალული თავიდან ბოლომდე. აქ, აი საიდან არის დაწყებული მოწყვეტა. მიწის. ახე, ხელაზე. აი ეგ არის სახლი, არა ქვემოთ, აი. თლიანი, ორსართულიანი სახლი იყო მან. აქ იდგა სახლი, აი, ამ ადგილას. და ამას შეხედე ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპენსაციის ოდენობა, არამედ იმის გარკვევა, რა გახდა მეწყერის რეალური მიზეზი, სტიქიური მოვლენა თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მეწყერული პროცესები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერგში 2025 წლის მაისის ბოლოს გააქტიურდა და უკვე ივნისში მოსახლეობამ შეამჩნია ძლიერი ნაპრალები და დაზიანებები სახლებსა და ეზოებში. საინჟინრო გეოლოგიურ კვლევას 2 თვემდე დასჭირდა და მერიის დაკვეთით ჩატარდა. გეოლოგებმა დასკვნაში გამორიცხეს სარკინიგზო ჭრილის მოწყობით გამოწვეული რელიეფის ცვლილების უარყოფითი როლი ხარაგაულში გააქტიურებულ მეწყერთან კავშირში, რასაც საეჭვოდ მიიჩნევენ ადგილობრივები. და ამას შეხედე მიწა რამხელაზეა დაწეული. ხა გზა შედიოდა, მანქანა შეაყენეს, ვეღარ გამოაყენეს. აი რა, დარჩა საწოდავი აგე. ნახე სად არის ამოდეული და რა ის ობები აქვს დაშლილი სულ.